ეხლა რო დავჯექი, ჯერ კიდე მაქვს რო უკან დავუბრუნდე, მაგრამ როგორ ვერ უნდა გავძლო ბიჭო? ხო, ეს მე ვარ. აქ ჯერ კიდე უმხნედ მიჭირავს თავი. ამის შემდეგ რა მოხდება გაინტერესებს? ჰეი, აიროა თქვენთან. და დღეს ამოვედი მთაწმინდის პარკში. მთაწმინდის პარკი 1930-იან წლებში დაარსდა, ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდში. თავიდან ეს იყო უბრალოდ დასასვენებელი სივრცე, მაგრამ დროთა განმავლობაში გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ატრაქციონებით სავსე პარკად მთელს ამ რეგიონში. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვობის ოცნებები და სიმაღლის შიში ერთიანდება. პარკიდან ულამაზესი ხედები იშლება მთელს ქალაქზე, მაგრამ დღეს ჩვენ ამ ხედების სანახავად არ მოსულვართ. ხალხი აქ ემოციებისთვის ამოდის. მე კიდე საკუთარი თავის გამოცდას ვაპირებ. ვაპირებ დავჯდე სხვადასხვა ატრაქციონზე, ყველაზე მარტივიდან ყველაზე რთულისკენ. და ჩემი მიზანი იქნება ერთი. არ გამოხატავ არანაირი ემოცია, არანაირი შიში. მე ხომ აერო ვარ. წავედით. პირველი რა თქმა უნდა ყველაზე რთულით უნდა დავიწყოთ. აუ ძალიან ნერვიულობ, იმედია გავქაჩავ და არ შემეშინდება. Deveria. ყველაზე რთული იყო ალბათ აქ გაგძლება, მაგრამ გონი შევძელი და გამომივიდა. წავედით შემდეგზე. შემდეგი ატრაქციონი გვაქვს ეშმაკის ბორბალი. შიში ნამდვილად არა, მაგრამ ახედებისთვის დღეს გამოსვლა. ეხლა ავედით ეშმაკის ბორბლის ყველაზე მაღალ წერტილში. აი სასწაული ხედებია ნამდვილად რა. მაგრამ ნელატრიალებს და საშიში საერთოდ არა. ვიღაცისთვის ემაღლის შიში აქვს, შეიძლება შეეშინოს. ეგ არის ეშმაკის ბორბალიც მოვჭით. წავედით აბა შემდეგი რა გველოდოთ. ბორბალიდან რო ჩამოვედით, ფოტო გადაგვიგეს უფასოდ. აი ეს ფოტო. მესამე დონეზე ვართ უკვე, თანდათანობით უფრო რთულდება. აბა ვნახოთ აქ რამდენად შევძლებ ემოციის შეგავებას. წავედით. დავიძარით. მარტივი ოპერაციაა. საში არის. უბრალოდ იმდენად ბევრს რეალებს რომ დამღალა. გაჩერდა ეშველა. ეგ იყო ეს მესამე მისია. საში არის ხო ცოტა გულისამრევია, მაგრამ ეცეც გავქაჩეთ. წავედით შემდეგისთვის. თქვენ წინაშეა მის უდიდებულესობა ამერიკული მთები. მეოთხე დონეზე ვართ უკვე, თანდათანობით რთულდება. თან კამერის შეტანაც ამიგწელეს, მაგრამ მიკროფონი შემაქვს. თუ დავიყურებ, ჩემს გაიგონოთ. არ ვიცი ეს თვალში ჩემი ხმა რამდენად ისმის. მაგრამ გამოიწერეთ ჩემი არხი და ეს ვიდეო მოიწონეთ. უკვე ვეშვებით. ერთი ორი იმედია ისმის ჩემ, ხო? მომეწონა ძალიან კაი იყო. ეხლა შევდივართ და როგორ უნდა დარჩენს გარეთ. ეს ის ამერიკული მთები. სიტყვაზე მენდეთ რომ აქაც გავუძელი და წავედით ეხლა ბოლო ნაწილში. ესეც ბოლო ნაწილი. მეხუთე დონეზე ვართ. აქაც თუ გავძელი, ეგ არის მისია შესრულებულია. წავედით. ეხლა რო დავჯექი, ჯერ კიდე მაქვს რო უკან დავუბრუნდე, მაგრამ როგორ ვერ უნდა გავძლო ბიჭო? ეგ არის
საკმაოდ მაღლა ავედით, ეხლა რომ უყურებ. თუ ამ ვიდეოს უყურებ, ახი გამოიწერე და ვიდეო დაალაიქე. იმიტომ თქვენს გამორიებს ვაკეთებ. გონი ცოტა შემეპარა ემოცია, მაგრამ არა უშავს. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. გონი შევძელი რომ გამეძლო 5-ვესთვის. თქვენ რას ფიქრობთ? დამეწერეთ კომენტარებში. თუ მოგეწონათ ეს კონტენტი, ეს ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და შემდეგ ნაწილს გადავიღებ უკვე ციცინათელას პარკში. თქვენთან იყო Aero Man. გავშვი. ჰეი, Aero-ა თქვენთან. დღეს ამოვიდი Aero. ჰეი, Aero-ა თქვენთან და დღეს მოსული ვარ თაწმიდის პარკში. რაცა გამოცადო საკუთარი შესაძლებლობები. ეხლა მე და ჩემი მეგობრები ვხდებით ატრაქციონზე. მაგარია ძალიან. ამ ატრაქციონზე მინდოდა, მაგრამ არ დამცეს პატარა ხარო. ბავშვებს დაუთმე ატრაქციონი. აი ესე კეთილი ადამიანი რო იქნება, კეთილი გული მოგიქნება. მოვედით ბოლო ნაწილში, ეს არის მეხუთე დონე. ამას თუ გავკაჩავ, გავკაჩავ, ჩემ რა სიტყვას ვიძახი. გავიდან. გამსდენ ცოტა და გავშვი. ეგ არის?